გასულ უქმეებზე ევროპის სამხრეთ ნაწილში აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ძლიერი ქარბუქი იყო. ესპანეთში დაიკეტა მნიშვნელოვანი ავტომაგისტრალები. შტორმი ხუანი რამდენიმე პროვინციას დაატყდა თავს. დაბალი ტემპერატურისა და ქარბუქის გამო ქვეყნის ზოგიერთი რეგიონი განგაშის გამოსაცხადებლად ემზადებოდა. სამხრეთ ავსტრიაში კარინტიის რეგიონში ქარბუქს წინ უძღოდა ძლიერი წვიმა. გზების მოყინვა მოძრაობის მხრივ ქაოსი გამოიწვია. პოლიციაში რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ შევიდა შეტყობინება, თუმცა როგორც ჩანს, სერიოზულად არავინ დაშავებულა. შეფერხდა სარკინი გზომ მიმოსვლაც, მოგვიანებით ვითარება შედარებით გამოსწორდა. ძლიერი ქარბუქი იყო ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანაშიც, კერძოდ ბოსნიაში, ხორვატიასა და სლოვენიაში. დაბალი ხილვადობისა და ძლიერი ქარის გამო მძღოლებს მოყინულ გზებზე უჭირდათ გადაადგილება. სლოვენიის გარკვეულ ადგილებში ქარის სიჩქარე 100 კმ/სთ აღწევდა. ბოსნიასა და ხორვატიაში დაიკეტა გზები, მათ შორის ძირითადი ავტომაგისტრალები.